პუტინმა მოკავშირე უნგრეთის საბოლოოდ დაკარგა ახალი პრემიერ-მინისტრი პიტერ მადიარი თანახმა ევროკავშირმა სანქციები დაუწესოს რუსეთის პატრიარქ კირილსა და იმ პირებს, რომლებსაც ორბანი იცავდა. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ სანქციების მინი პაკეტი უკვე მომზადების პროცესშია. მადიარი უკრაინის ღია მხარდამჭერია, მისი განცხადებით ომში მყოფი ქვეყანამ მსხვერპლია და აქვს სრული უფლება დაიცვას საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა, მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით. კრემლს ემიჯნება სომხეთიც. ერევანმა ბოლო დროს გადადგა არაერთი ნაბიჯი, რომელიც რუსეთთან ურთიერთობების სულისკვეთებას არ შეესაბამება, განაცხადა სომხეთში მიმდინარე მოვლენებით უკმაყოფილო შოიგუ. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ჩამოთვალა ერევნის ქმედებები, რომლებსაც მოსკოვი არამეგობრულად მიიჩნევს. მათ შორის მან დაასახელა სომხეთის მიერთება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან. თბილისში აბაშიძეზე უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის კახათილიძის სტენსილი წაშალეს. სოციალურ ქსელში წერენ, რომ კედელი მერიის სამსახურიდან მისულმა პირებმა გადაღებეს. კედელი რუსების კაფეს ეკუთვნის. რუს მფლობელს 17 თვის განმავლობაში ხელი არ უხლია. ქართველმა გააქრო, წერს მაგდა პორჩხიძე. გაუქმედ განათლების რეფორმა, ავტონომია უნივერსიტეტებს, სტუდენტებისა და ლექტორების მორიგი პროტესტი ოცნების მიერ მიღებულ ცვლილებებს. ახალგაზრდები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ.